პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები სამოქალაქო საზოგადოებრივ მოძრაობა ეშენ გეხებას წევრებს შეხვდებიან. შეხვედრის მიზანია კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და კომიტეტის წევრებს შორის დისკუსიის გამართვა თემაზე, რომელიც ფარული მიყურადების საკითხის დარეგულირებას ეხება. აღნიშნული კამპანიის მიერ შემუშავებულია კანონპროექტები ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ელექტრონული თვალთვალის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს შესახებ, ასევე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი კანონპროექტი საპარლამენტო საზედამხედველო საბჭოს თაობაზე. ჩვენ გვინდა ჩვენი ხედვები წარმოდგინოთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი მუშაობით საბოლოოდ შევძლებთ შევქმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იქნება წინააღმდეგობაში საერთაშორისო დადგენილ სტანდარტებთან და ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს მოგცემს კიდევ უფრო მეტ გარანტიას იმისას, რომ ჩვენი პერსონალური მონაცემები და პირადი ცხოვრების საიდუმლოება არ იყოს დარღვეული. პარლამენტს აქვს ძალიან ცოტა დრო კანონის მისაღებად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა იმუშაოს არსებული კანონმდებლობის შეცვლაზე. პრინციპი სრული დარღვევაა, როდესაც სახელმწიფოს აქვს სრული, ასე ვთქვათ, კარდბანში, ანუ შესაძლებლობა რომ გააკონტროლოს ჩვენი პირადი მონაცემები, მოსმენა ფაქტობრივად ყველა სოციალური ქსელის, ანუ ფაქტობრივად შეუზღუდავად შეუძლია განახორციელოს ეს კონტროლი. იგეგმება მუშაჯგუფის შექმნა მომავალში. იქ იქნებიან ჩართული თვითონ კოალიციიდან უშუალოდ ვინც მუშაობდნენ კანონპროექტზე საკონსტიტუციო საშუალებთან დაკავშირებით, ანუ ის წარმომადგენლები, იმ ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული ამ საქმიანობასთან.